ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლის ფონზე კანადა გეგმავს კუბას დახმარება გაუწიოს, ვიდრე კუნძულის საწვავის დეფიციტს ებრძვის. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ანიტა ანანდის თქმით, ოტავა კუბაში სიტუაციას აკვირდება და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის მზარდი რისკით შეშფოთებულია. ცნობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კუბაში ნავთობის მიწოდება დაბლოკა, რამაც კუნძულზე საკვებისა და ტრანსპორტის ფასები გაზარდა. რესურსების მწვავე დეფიციტი ასევე ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. გაეროში განაცხადეს, რომ კუბის ენერგეტიკული საჭიროებები თუ არ დაკმაყოფილდება, ამან შეიძლება კუნძულოვან სახელმწიფოზე ჰუმანიტარული კრიზისი გააჩინოს. რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობის ახალი დოკუმენტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც თეირანი მოსკოვისგან 589 მილიონი დოლარის ღირებულების საიდუმლო შეიარაღებას მიიღებს. კონტრაქტის მიხედვით ირანი 500 ერთეულ უახლეს მოძრავ საზენიტო სარაკეტო კომპლექსს, ვერბასა და 2500 ერთეულ 9 336 ტიპის რაკეტას მიიღებს. ეს ტექნოლოგია აღჭურვილია სამარხიანი ოპტიკური დამიზნების სისტემით, რაც მას დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ობიექტების, დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურს ხდის. შეიარაღების მიწოდება 2027-დან 2029 წლამდე პერიოდში განხორციელდება. ბიოტექნოლოგიური გიგანტი ჯილიდი კიბოს თერაპიის დეველოპერ ერსელიქს ყიდულობს. გაირგების ჯამური ღირებულება 7.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. შერწყმის მთავარი ღირებულება ერსელიქსის წამყვანი ტექნოლოგია ენითოსელია. ეს არის ინოვაციური უჯრედოვანი თერაპია, რომელიც გათვლილია რადიაციული და რეფრაქტერული მიელომის სამკურნალოდ. გაირგების პირობების თანახმად ჯილიდი დაუყოვნებლივ გადაიხდის დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს ნაღდი ფულის და აქციების სახით. ხოლო დარჩენილი 5.8 მილიარდი დოლარი გადანაწილდება კლინიკურ, მარეგულირებელ და კომერციულ მიღწევებს. ანალიტიკოსების შეფასებით ეს გარიგება კიდევ უფრო ამწვავებს კონკურენციას კიბოს მკურნალობის ბაზარზე, სადაც მთავარი მოთამაშეები ამჟამად ჯონსონ & ჯონსონი და ბრისტოლ მაიერსი არიან. დანიური ფარმაცევტული გიგანტის ნოვო ნორდისკის ფასები 15%-ით დაეცა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. ასეთი მასშტაბური გაუფასურება კლინიკური კვლევის გასაჯაროებას მოჰყვა, რომელმაც საჩვენა, რომ კომპანიის ახალი თაობის პრეპარატი საგრისემა წონაში კლების ეფექტურობით ჩამორჩება მისი მთავარი კონკურენტის ელი ლილის წამალს, ტირზეპატიდს. 94 კვირიანი კვლევის ფარგლებში საგრისემას ჯგუფში პაციენტებმა საშუალოდ სხეულის მასის 23% დაიკლეს, მაშინ როდესაც ელი ლილის პრეპარატების გამოყენებისას ეს მაჩვენებელი 25.9% შეადგენდა. ინვესტორებისთვის ეს შედეგი მოულოდნელი და იმედგაცრუების მომტანი აღმოჩნდა, რადგან საგრისემა კომპანიის მთავარ სტრატეგიულ იარაღად მიიჩნეოდა წონაში კლების მზარდ ბაზარზე პოზიციების შესანარჩუნებლად. მიუხედავად აქციების მკვეთრი ვარდნისა, ნოვო ნორდისკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 23%-იანი კლება მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და პრეპარატს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ინვესტორები ამ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობენ. შედარებისთვის 2024 წლის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით, ნოვო ნორდისკის შეფასება 75%-ით არის შემცირებული, ხოლო მისი კონკურენტის ელი ლილის კაპიტალიზაცია 5 წელიწადში 400%-ით არის გაზრდილი. ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა ავსტრიულ-გერმანულ სტარტაპ Serabyte-თან თანამშრომლობით მსოფლიოში ყველაზე პატარა QR კოდი შექმნეს. ის მხოლოდ 1.98 კვადრატულ მიკრომეტრ ფართობის და ბაქტერიების უმეტესობაზე მცირე ზომისაა. ეს მიღწევა გინესის რეკორდების წიგნმა ოფიციალურად დაადასტურა. ახალი QR კოდი წინა რეკორდსმენზე 37%-ით მცირეა. მას 29-29-ზე მოდულის სტრუქტურა აქვს, ხოლო 1 პიქსელის სიგანე მხოლოდ 49 ნანომეტრია, რაც ხილული სინათლის ტალღის სიგრძის დაახლოებით 1/100-ია. ამის გამო შეუიარაღებელი თვალისთვის ან ჩვეულებრივი ოპტიკური მიკროსკოპისთვის უხილავია, ხოლო მის დასაკითხად ელექტრონული მიკროსკოპი გამოიყენება. QR კოდი ფოკუსირებული იონების კონის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა, რომელიც თხელ კერამიკულ ფენაზე ამოტვიფრეს. კერამიკა მისი მაღალი სტაბილურობისა და გარე გავლენისადმი მდგრადობის გამო შეირჩა, რაც მონაცემების ხანგრძლივ შენახვას მათი წაკითხვადობის დაკარგვის გარეშე უზრუნველყოფს. კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა Galaxy AI-ში Perplexity-ის ხელოვნური ინტელექტის ჩაშენება გადაწყვიტა. ოფიციალური განცხადებით სტრატეგიული პარტნიორობა მიზნად ისახავს ტრადიციული ძებნის პროცესის სრულ ტრანსფორმაციას, სადაც მომხმარებლები ბმულების ნაცვლად პირდაპირ კონტაქტზე მორგებულ და გადამოწმებულ პასუხებს მიიღებენ. პარტნიორობის ფარგლებში Galaxy-ის მომხმარებლები მიიღებენ წვდომას Perplexity Pro-ს ფუნქციებზე, რაც მოიცავს მძლავრ მოდელებს, ფაილების ანალიზისა და ვიზუალიზაციის გაფართოებულ შესაძლებლობებს. Samsung-ის განმარტებით აღნიშნული ფუნქცია სრულად იქნება ინტეგრირებული სისტემურ დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ AI ასისტენტი შეძლებს ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას სხვადასხვა აპლიკაციებს შორის გადართვის გარეშე. Perplexity AI კორეული კომპანიის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი მომდევნო სისტემური განახლების დროს გახდება.
დუბაიში ბაზირებული ავიაკომპანია Fly Dubai ფრენების სიხშირეს მალდივის კუნძულების მიმართულებით ზრდის. ავიაკომპანია ორმა ყოველდღიურ გრაფიკზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან მალის მიმართულებით დღეში 2 რეისი შესრულდება. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ამ მიმართულებაზე მზარდი მოთხოვნით, განსაკუთრებით დასვენებისა და ტურიზმის სეზონის პიკის მოახლოებასთან ერთად. ფრენების სიხშირის გაზრდა მგზავრებს მეტ მოქნილობას თავაზობს დუბაის გავლით, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვინც ევროპიდან ან სხვა რეგიონიდან მალდივებზე გადაჯდომით მოგზაურობს.